იუსტიციის სახლი. ყველაფერი ერთ სივრცეში. დილამშვიდობის პირდაპირ ეთერშია დილის კურიერი. დღის ამბებს 9 საათზე ნინო გაზდელიანი გაგაცნობთ. კრეატიული და შთამბეჭდავი წინსვლა თანამედროვე ტექნოლოგიური სასწაული. საქართველოს იუსტიციის სახლების მისამართით გაკეთებული ჰილარი კლინტონის ეს სიტყვები გაიხსენეს ბრიტანეთში ლორდთა საუბრის დროს. სესიაზე განხილვის მთავარი თემა სწორედ იუსტიციის სახლები და იქ დანერგილი სწრაფი მომსახურება იყო. ლორდთა პალატის წევრებმა საქართველოში სტუმრობის შემდეგ ბრიტანეთის მთავრობას რეკომენდაციაც მისცეს, რომ საქართველოს მაგალითი მოქალაქეების სწრაფი და ეფექტური მომსახურების კუთხით მათ ქვეყანაში გადმოიტანონ. უახლოეს პერიოდში შესაძლოა რჩევები ამ საკითხზე ბრიტანეთში საქართველოს ელჩმა მიაწოდოს. ჩვენ ყოველთვის მოხარულები ვართ კარგი უცხოური მაგალითებიდან მივიღოთ პრაქტიკა. მინდა განსაკუთრებით გავუსვა ხაზი საქართველოს შემთხვევას. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ახლახან გააკეთა საკმაოდ მნიშვნელოვანი შეფასება საქართველოს საჯარო სამსახურის შესახებ. იუსტიციის სახლის. დიდი ბრიტანეთის საჯარო სამსახურმა უკვე მოაწყო შეუფერხებელი მუშაობის სისტემა და უფრო გაამარტივა მოქალაქეებისთვის სერვისის მიღება. როგორც თქვენ აღნიშნეთ, საქართველოს შემთხვევა მართლაც გამორჩეულია ცოტა ხნის წინ საქართველოში ვიზიტისას ერთ ასეთ იუსტიციის სახლს ვესტუმრე. ჩვენმა თანხმდება პირმა პირადი მონაცემები გამოკითხა. 15 წუთის შემდეგ კი უკვე მზად იყო ქართული პასპორტების ანალოგი ჩვენ სახელზე. ეს არის მხოლოდ ერთი მაგალითი იქ არსებული სწრაფი სისტემის და მომხმარებლისთვის კომფორტული მიდგომის. მე მაინტერესებს თუ აპირებს მინისტრი მოუწოდოს სხვადასხვა სახელმწიფო დეპარტამენტებს, რომ გაითვალისწინონ იუსტიციის სახლის დიზაინი, რადგან როგორი ციფრული სისტემას არ უნდა გქონდეს შემუშავებული, მაინც საჭიროა ოფისები, სადაც ხალხი მივა. ასევე უნდა განვიხილოს შესაძლებელია თუ არა პოსტის და იუსტიციის სახლის ერთობლივი მუშაობა. მინდა ლორდ ჰარის, ახლა უკვე ჰარიშვილს მიულოცო საქართველოს მოქალაქეობა. რაც შეეხება შეკითხვას დიზაინის თაობაზე, მე ქართული იუსტიციის სახლის ფოტოები მაქვს ნანახი. ეს მართლაც არაჩვეულებრივი შენობაა, მისი მასშტაბის მიღებაც ალბათ ჩვენს მედიას გაუჭირდებოდა. უფრო მარტივადაა საქმე ქვეყნისთვის, რომელიც სოციალისტური ეპოქიდან გამოდის. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს იუსტიციის სახლი ახალ ტექნოლოგიებზეა დაფუძნებული, რის შექმნასაც ჩვენც ვცდილობთ. საქართველოს პატარა და შორი ქვეყანაა, რომლის შესახებაც აქამდე ცოტა რამ ვიცოდით. ახლა კი საკმაო ინფორმაცია გვაქვს. ლორდმა ჰარისმა ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა დასვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შექმნა საქართველოს პრინციპი ყველაფერი ერთ სივრცეში. მე მასთან ერთად ვიყავი რუსთავის იუსტიციის სახლში და მეც დამემზადე საქართველოს პასპორტის ასლი ძალიან მცირე დროში. მე მოვინახულე მსგავსი ოფისი ერთ-ერთ მცირე დასახლებაში, სადაც ზუსტად იგივე სისტემა მოქმედებს. საზოგადოების და სახელმწიფოს ურთიერთობის ახალი ფორმა, რის განსახიერებასაც ეს დაწესებულება წარმოადგენს ძალიან შთამბეჭდავია. ბატონმა მინისტრმა უკვე ახსენა სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, თუმცა არ გაუმეორებია მისი სიტყვები. ეს არის კრეატიული და შთამბეჭდავი წინსვლა თანამედროვე ტექნოლოგიური სასწაული. ასე შეაფასა მან. მინდა ვკითხო მინისტრს, თუ აპირებს ქართული დელეგაციის მოწვევას, რათა გაგვიზიაროს საუკეთესო პრაქტიკა. ჩვენ ცოტა ხანში ჩავატარებთ პოლიციისა და კრიმინალური კომისრების არჩევნებს ციფრული ტექნოლოგიები და არაფურცლების საშუალებით. არსებობს უამრავი ადამიანი, რომელსაც სჭირდება პასპორტები, მოწმობები და საკრედიტო რჩევები. ბატონო მინისტრო, ხომ არ ჩახვიდოდით საქართველოში ან გაგზავნიდით ფრენსის მაუთს იქ, რათა უკეთ შეგესწავლათ რა შეიძლება გაკეთეს ადამიანებისთვის, ვისაც პირისპირ რჩევები სჭირდება. ბატონო ლორდებო, საქართველოში ბოლო 15 წლის მანძილზე სამჯერ ვარ ნამყოფი. დიდი სიამოვნებით ჩავიდოდი კიდევ ერთხელ. ბატონო ლორდებო, არ არის საჭირო ბატონი მინისტრის საქართველოში ჩასვლა ან მათი აქ ჩამოყვანა. ამისთვის არსებობს საქართველოს არაჩვეულებრივი ელჩი აქ ლონდონში. მე ვთავაზობ მინისტრს, რომ შეხვდეს მას. მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ საქართველოს ელჩს 1995-96 წლებში მე პირადად ვასწავლიდი. აიღეთ პასპორტი, პირადობის, დაბადების და ქორწინების მოწმობები, მიიღეთ მოქალაქეობა, დაარეგისტრირეთ ქონება თუ ბიზნესი, ისარგებლეთ აღსრულებისა და ნოტარიუსთა პალატის სერვისი. გაეცანით მუდმივად განახლებად სტატისტიკასა და საინტერესო ფაქტებს. მიიღეთ პასუხი თქვენთვის აქტუალურ კითხვებზე საიტის გიდისგან 24 საათის განმავლობაში. www.house.gov.g იუსტიციის სახლი. ყველაფერი ერთ სივრცეში.